უბისის ტაძრის მოხატულობა, რომ დამიანესი გვეგონა, მისი არ ყოფილა. საქართველოში პირველი სახელოვნებაცოდნეო დისერტაცია შალვა ამირანაშვილმა დაიცვა და ის უბისის ეკლესიის მხატვარს დამიანეს მიუძღვნა. შალვა ამირანაშვილის მოსაზრებით, პალეოლოგოსური მხატვრობის სახელით ცნობილი ფერწერა მოხატულია დამიანეს მიერ. თუმცა საკურთხევლის მოხატულობაში აღმოჩენილი წარწერის თანახმად მოხატულობა არა დამიანეს, არამედ მისი მოწაფის გერასიმეს ხელითაა შესრულებული. უბისის ტაძრის მხატვრობა პალეოლოგოსთა ხანის ტიპიური ძეგლია. სპეციალისტთა ფართო წრის მიერ ძეგლი მე-14 საუკუნით თარიღდება. უბისის კედლის მხატვრობა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მათ შორის, რაც ბიზანტიურ სამყაროში ადრე პალეოლოგოსურ ხანაშია შექმნილი, აღნიშნავს მისი მკვლევარი ნანა ბურჭულაძე. თუ გინდა გაიგო მეტი მსოფლიო ხელოვნების შესახებ, შემოვერთი ჩემს კურსს მსოფლიო ხელოვნება. მოდი ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.